ქართველ ხალხს ყოველთვის ყავდა გმირები. მინდა ერთ უცნობ გმირზე გესაუბროთ. 555 წლის ადრიან გაზაფხულზე სპარსელთა 60,000-იანი არმია არქეოპოლისის ციხე-გოჯის მახლობლად დაბანაკებული ქართველთა და ბიზანტიელთა ჯარებისაკენ გაეშურა. სპარსელთა სარდალმა 3,000 რჩეული მოისარი გამოჰყო და მოწინააღმდეგის ბანაკზე მოულოდნელი თავდასხვისათვის გაგზავნა. მეწინავე სპარსელებმა ერთი ეგრისელი დაატყვევეს გზად და ციხე-გოჯისაკენ მეგზურობა უბრძანეს. ეგრისელი დათანხმდა, ვითომ დათანხმდა. ბნელი ღამე იდგა, მეგზურმა წვდიადით ისარგებლა, სპარსელებს შეუმჩნევლად ჩამოშორდა, ციხე-გოჯის ბანაკს მიეჭრა და განქაში ატეხა. ქართველთა და ბიზანტიელთა ბანაკი სასწრაფოდ წამოეშალა, იარაღი აისხა და მტერს ჩაუსაფრთა. საფარში მოხვედრილი სპარსელები განადგურდნენ. ეგრისელი მეგზურის სახელი სამწუხაროდ არ შემორჩა ისტორიას, მისი გმირული საქციელი კი დარჩა თაობებს.